მეცნიერებისა და ხელოვნების ყველა დარგს შორის მედიცინა ყველაზე კეთილშობილურია და აღმატებული, წერდა ჰიპოკრატე. საიდან იწყება ამ ექიმების გზა? ძირითადად ოჯახიდან, ტრადიციებიდან, რომელთა გამოისობითაც ძალიან გამარტივდა არჩევანი ამ ქვეყნად ყველაზე კეთილშობილური პროფესიის, ექიმობის სასარგებლოდ. პარადოქსად მოგეჩვენებათ. მე პედიატრიულ გარემოში ლამის დაბადებიდანვე ვარ. მაქვს ოჯახში ერთი ფოტოგრაფია, ძალიან საინტერესო ფოტოსურათი, 1958 წლის ზაფხული არის, მამაჩემი, დედაჩემი მონაწილეობენ პედიატრიულ ექსპედიციაში და თან ზურგჩანთა აქვს და იმ ზურგჩანთაში მე რამოდენიმე თვის ჩვილი ვწევარ. ეს პროფესია ჩემი ოჯახიდან მოდის. უბერების ოჯახს თითქმის საუკუნოვანი საექიმო ტრადიცია აქვს. ჩემი პროფესიის არჩევანი განპირობებული იყო ალბათ სახლის გარემოებით, იმიტომ რომ დედა მყავდა ექიმი, სხვა შორის იყო ისიც მეან გინეკოლოგი, მუშაობდა მესამე სამშობიარო სახლში და ეს სამსახურის ამბებს რო ყვებოდა, რა შემთხვევები იყო, როგორ დამთავრდა, რა მეცნიერები მუშაობდნენ მაგ დროს მესამე სამშობიარო სახლი, პროფესორი გიგინეიშვილი, შუშანია, მათი მონაყოლი, ამაზე სხვა შორის ძალიან დიდი რეაგირება მოახდინეს, შტაბეჭდილებაც სათანადო იყო და გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, ეგ ჩემი გადაწყვეტილება მარტო არ იყო, საბჭო იყო რაღაც სახლის და იმიტომ რომ სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა იყო ძალიან ძნელი დიდი კონკურსი იყო და აი გადავწყვიტე რომ მოდი სამედიცინო ინსტიტუტში. კარგად ვსწავლობდი. ოქროს მეტალზე დავამთავრე საშუალო სკოლა, მაგრამ ჩემი პროფესიონალური, ესე ვთქვათ, არჩევანი იყო ოჯახიდან. შესანიშნავი მშობლები მყავდა. დედა იყო პედიატრი, ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის დოცენტი და ძირითადად მან წარმართა ეს ჩემი პროფესიონალური არჩევანი. ისე რომ ლაპარაკობ, რომ აი ასე ვთქვათ, პედიატრიულ ძალისხმევაში მთელი ჩემი ცხოვრება ვარ დაწყებული თვეების რომ ვიყავი. სხვათა შორის ექსპედიცია საინტერესო იყო. ეს მარია მუგრელიძე იყო დიდებული ქალბატონი, ესეთი მებაირახტე ქართული პედიატრიის და მისი ძალიან დიდი დამსახურება იყო, რომ ექსპედიციებს მართავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ის იყო გეოგრაფიული პათოლოგიის დამფუძნებელი საქართველოში, რომელიც დაავადება რას იხშირე და ამავე დროს განმანათლებულ სამედიცინო დახმარებასაც ეწეოდა და უხსნიდა რაღაცა განმანათლებლობასაც ეწეოდა. მამა პირველი პედიატრი იყო სამეგრელოს რეგიონში. ისტორიულად პირველი ბავშვთა ექიმი გახლავთ. ძალიან წარმატებული ექიმი იყო და თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს ზუგდიდში დადიოდა მამასთან. სიცოცხლის ბოლომდე თავისივე ინიციატივით დაარსებულ ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელი იყო. საქართველოს დამსახურებული ექიმი. ვიტყოდი რომ გენეტიკურად, მემკვიდრულად მერგო ბავშვთა ექიმობა. სხვა მოცემულობა ჩვენთან არ განიხილებოდა. ირაკლი ფაღავა 30 წელიწადი იყო კათედრის გამგე და ძირითადი ასპექტები ჯერეთი კარგი ლექტორი იყო და საინტერესო ლექციები ჰქონდა და მთავარი ის კი არა რომ საინტერესო იყო ასე ვთქვათ ჭერმეტყველობა თავისთავად, მაგრამ თემატიკა, გენეტიკა იმ პერიოდში აკრძალული იყო. და ლამის ერთ-ერთი პირველი პედიატრიაში მაინც მთელი ქვეყნის მასშტაბით გენეტიკას ეკითხულობდა. მე ფროიდზე დაიწყო ლაპარაკი, ფროიდიც ხომ აკრძალული იყო და ამაზე ლაპარაკობდა, ხომ წარმოდგენიათ სტუდენტები როგორ იქნებოდა. შემდეგ ალერგიაზე, სამედიცინო თვალსაზრისით ძალიან ბევრს წერდა პრემორბიდზე. მეგრე შემდეგ ერთი ძალიან ფსიქოლოგიური კაბინეტი. პრაქტიკულად ფსიქოლოგიური კაბინეტი კლინიკაში მე ავსტრიაში ვნახე და ირაკლი ფაღავამ ეს გააკეთა 50-იან წლებში.
არტერიული წნევა, არტერიული წნევის მომატება, ეგრეთ წოდებული იუვენილური ჰიპერტენზია ესეც იყო. მე რომ თქვი რომ მარიამ უგზელიძე გამოდიოდა განმანათლებელი იყო, ასე თქვა, რაიონებში დადიოდა და პირველი იყო ირაკლი ფაღავა ექიმებში, პირველი რომელიც ტელევიზორში გამოდიოდა და კინო რომ დათა თუთაშხიაზე რომ გროვდებოდა ხალხი და უყურებდა, ასე ირაკლი ფაღავას ლექციებს უსმენდა. ძალიან კარგად მახსოვს ზუგდიდში იმ ჩემი ახალგაზრდობის დროს ქუჩა იმდენი მანქანა გროვდებოდა, რომ ქუჩა იკეტებოდა. იმ ქუჩას ახლა პეტრე უბერის სახელობის ქუჩა ქვია და იმ ქუჩის იმ სახლზე არის მემორიალური დაფა გაკრული, სადაც აღნიშნულია, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი პედიატრი, დამსახურებული ექიმი პეტრე უბერი. ძნელი სათქმელია, ვისი გავლენა იყო უპირატესი ამ ექიმების პროფესიულ ცხოვრებაში. მშობლების, რომელთაც განაპირობეს მათი ექიმობა, თუ მასწავლებლების, რომელთაც შთაუნერგეს პროფესიის სიყვარული და ერთგულება. ბედნიერება მქონდა მემუშავა და მესწავლა და მოწაფე ყოფილიყავი ისეთი კორიფეების პედიატრიაში, როგორიც იყო პროფესორი იოსებ კვაჭაძე, ირაკლი ციციშვილი, ავთანდილ კვეზერელი კოპაძე და იმ დროს ესე იგი ახალგაზრდა ექიმი მე ვიყავი მაგათი ქოლგის ქვეშ. სამედიცინო ინსტიტუტშიც როცა გავდიოდი აი ამ კლინიკურ საგნებს მიანობა, იქაც ძალიან კარგი პედაგოგები იყო და აი ამან მაინც გადამაწყვეტინა, რომ მაინც წავსულიყავი მიანგინიკ რაღაც უფრო ისეთი ახლო დარგი მეგონა და მე რო უკვე რეალობაში აღმოჩნდი, აი მე უკვე ნამდვილად გავიგე რა ძნელი სპეციალობაა. აი სხვა კათედრებზე ახლა დეტალებით ვერ ვიტყვი, შეიძლება სხვა მაცილაპარაკოს, მაგრამ მერი გელოვანი უნატიფესი ქალბატონი და ნამდვილად გელოვანის ქალი იყო, ესეთი რამ გამახსენდება. უამრავი ასპირანტი ყავდა და ბოლოს 5 ვაჟი ყავდით ასპირანტი და როგორც მისი პირადი დაცვა ვიდექით მის კარშემო და ლამაზი პეცი იყო. სულ ვამბობ, რომ მერი გელოვანი მარტო პედიატრიას კი არ გვასწავლიდა და მე აი კაცობასაც გვასწავლიდა, როგორი უნდა ყოფილიყო კაცი, რომ ქართველი მანდილოსნის თვალში გამოჩენილიყო, როგორც ვაჟკაცი და კარგი სპეციალისტი და ვაჟკაცი პირველ რიგში და მე ნეფროლოგიაში წვლილი. ჯერ მე ვიყავი ასპირანტურაში, ორდინატურაში, მე ასპირანტურაში ეგ იყო რუსეთი, ეს იყო მოსკოვი და დაახლოებით 84 წელს გადმოვედი უკვე თბილისში. ეს იყო ბატონი ზურაბ ჭილაძეს კათედრა მიანობა და გინეკოლოგიის და აი იმ დღიდან მუშაობ ერთ და იმავე ადგილას. ეს არის პირველი სამშობიარო სახლი ყოფილი, ეხლა უკვე არის პირველი კლინიკური სამედიცინო ცენტრი. 60 წელია, 60 წელიწადზე მეტი, რაც პედიატრად მუშაობ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, მაშინ ინსტიტუტად იყო წოდებული, დამთავრების შემდეგ იმ წელსვე გავემგზავრე მოსკოვში და დავიწყე მუშაობა სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვის სნეულებათა კლინიკაში. აკადემიკოს სტამბროვსკაიას და აკადემიკოს ისაევას ხელმძღვანელობით. ვისმენდი მათ ლექციებს, მოხსენებებს, პაციენტების, ასე ვთქვათ, კონსილიუმის გარჩევას და სწავლობდი ურთიერთობას, გარდა პროფესიონალური, ასე ვთქვათ, ზრდისა, სწავლობდი ურთიერთობას პაციენტებსა და მის მშობლებთან. მოთმენის და მოსმენის კულტურას, რაც მეტად აუცილებელი გახლავთ ექიმისათვის. თმენისა და სმენის ეს დიდოსტატები უკვე 10 წლეულებია ეწევიან უმძიმეს და გამორჩეულად საპასუხისმგებლო საქმეს ექიმობა რომ ქვია. დღე და ღამე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით დგანან პაციენტების სადარაჯოზე და მკურნალობენ.
მკურნალობენ დაავადებებთან ერთად უიმედობას, შიშსა და ტკივილს. ექიმად კი არ უნდა მუშაობდე, უნდა ექიმობდე. და ამაში უფრო ფართო აზრია ჩადებული, ამაში უფრო სიღრმეა, დიდი სიღრმე. აი ეს სიღრმე მოგცეს ჩვენმა პედაგოგებმა, ჩვენმა მასწავლებლებმა. არასოდეს არ ვთიშავ ტელეფონს, არასოდეს. და ჩემს პაციენტებს უბრალოდ მათ მშობლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩემთან დაკავშირება. ეს იქნება შაბათი, კვირა, საღამო, ღამე თუ ასე შემდეგ. იცით რა შეესაქმე? ექიმის პროფესია ურთულესი გახლავთ. განსაკუთრებით პედიატრია. საქმე გვაქვს ბავშვის ჯანმრთელობასა და მის, ასე ვთქვათ, ჰარმონიულ ჩამოყალიბებასთან. ამიტომ უთუოდ ექიმს გარდა პროფესიონალური დონისა ესაჭიროება კეთილგანწყობის გზნობა ირგვლივ მყოფთ მიმართ, პაციენტების მიმართ, მათი მშობლების წუხილის განცდის გათავისება, რამდენადაც ეს შესაძლებელია გასაგორია. ყველაფერი მოგეთხოვება დღის და ღამის ნებისმიერ დროს. ესე იგი, შენ რაღაცა გიჭირს, ეს მშობელს არ აინტერესებს და ამიტომაც არის, რომ კარგი ექიმები, მოწოდებით ექიმები არიან, პასუხისმგებლობის უმაღლესი დონე აქვთ, კაცს მოყვარე და გულისხმიერი და ემპათიური ადამიანები არიან და მე ვიტყოდი, რომ ექიმობა და ექიმები საერთოდ განსხვავებული საზოგადოებაში განსხვავებული წრე და განსხვავებული სეგმენტი არის. წლები გადის და ხომით სიახლესაც უნდა იფიქრე, ესე იგი მომავალში რა იქნება. ეხლა განჭრეტა, წინასწარ განჭრეტა, აწყო როგორ არის ხომით ტრადიცია არის, აწყო შობილი წარსულისაგან თვითონ არის მშობელი მომავლისაო. ხომით ყოველთვის ყველა ციტატა შეიძლება იცლება პატივისმოყოლებელმა თუ რაღაცა შემეშალა. ეხლა რა არის ითად პირველ რიგში ეხლა ფაღადათი და მწვავე რესპირატორული დაავადება, ამას ესე იგი ჰიგიენის ამბავი არის. თავარი არის იშვიათი დაავადებები. ამას ვეძახი საპროფესორო ავანტყოფები და არ დავმავლავ, როდესაც ასეთი ავანტყოფი მომდის, აი ვამაყობ და განსაკუთრებით ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც მოვახერხებ და დიაგნოზს დავსვამ. ეხლა სამწუხაროდ ყოველთვის კი არ გამოდის, მაგრამ გამოდის. ჩემი დახასიათებით მედიცინა უმაღლესი მათემატიკაა. და ეს თითოეული პაციენტის სირთულე, დიაგნოზის სწორად ამოცნობა, მისი წარმართვა, ვერ გეტყვით, რომ რასაკვირველი დამტვირთავია უდაოდ, მაგრამ ძალიან დიდი პროფესიონალური სიამოვნებასაც იღებთ. მე ანუ გინეკოლოგია, რა ვიცი, ჩემთვის ნამდვილად სპეციალობაა, რომელიც ეხლა უკვე შემიძლია ვთქვა, აი ამ წლების განმავლობაში, რომ ალბათ არ შევცდი რომ ავირჩიე, იმიტომ რომ დიდ კმაყოფილებას მანიჭებს პაციენტის ისეთი ღიმილი, რომელიც მიდის, მადლობას გიხდის და ისეთი ოჯახი, რომ არის ბედნიერი და რა თქმა უნდა, ეს დიდი ემოციონალური და ფსიქოლოგიური განტვირთვაა, მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი ძნელი ღამეები და დღეები გვაქვს ხანდახან. რასაკვირველი, ამაზე უფრო დიდი ბედნიერება, ამაზე დიდი სიხარული არ არის, რომ შენ ვერ ცნობ და ის გცნობს. და შენთვის ეს ჩვეულებრივი რუტინა იყო და შენ ეს არ გახსოვს. და გეუბნება, ვიცით რა, აი, ჯარში წავიდა ეხლა თქვენი გადარჩენილი ბიჭი. და სამშობლოს იცავს. ცით მახსენდება ერთი შემთხვევა, გოგონა ლიზი, ჩემი პაციენტი, ახლობით 7-8 წლის, რომელსაც დიაგნოზი იყო მძიმე სისტემური დაავადება და 3 წლიანი მკურნალობა დაგჭირდა 3 წლის განმავლობაში, რომ მიგვექცია რემისიისათვის. შემდგომ მედიკამენტი მოუხსენი, ახლა წარმოიდგინეთ 7-8 წლის გოგონა ყოველ დღე იღებს მედიკამენტს 3 წლის განმავლობაში. გარკვეული დროის პერიოდში მიდის ექიმთან, იმის ნაცვლად თუ ითამაშოს და გაერთოს თავის ამხნაგებთან ერთად, ხო? და როდესაც მე სიხარულით მას, ასე ვთქვათ,
დაუძღეს ამბავი, რომ მედიკამენტი მოუხსენით და ველოდი რომ რასაკვირველია გაეხარდებოდა ადიქტალიზი. ეს რას ნიშნავს? მე თქვენთან აღარ უნდა ვიარო. ეს რამოდენა, ასე ვთქვათ, მადლიერების გრძნობა. კიდევ ერთი შემთხვევა 4 წლის გოგონა, რომელიც ასევე ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ კარგი შედეგით კარებში თადგა და თითისქნებით მითხრა, იცი, მე ყველას ვეტყვი, რომ შენ ძალიან კარგი ექიმი ხარ. ბავშვები თავისებურად გამოხატავენ ამას და ეს ექიმისათვის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, საჩუქარია. ყოველთვის არის ესეთი პაციენტი, რომელზეც ფიქრობ სულ, როგორ იქნება ეს ოპერაცია, როგორ ჩატარდა, რამდენად სწრაფად გამოჯამრთელდება, იქნება თუ არა გართულება. ქუჩაში მეუბნებიან, რომ ეს ის ექიმია, რომელმაც ჩვენ დახმარება გაგვიწია, ეს ის ექიმია, რომელმაც ჩვენ ღემილი გვაჩუქა, ეს ის ექიმია, რომელსაც ჩვენ დაურეკეთ და მან ღამე ტელეფონზე გვიპასუხა. უბრალოდ დააკვალიანე, უბრალოდ გამოხატე გულისხმიერება, იმიტომ რომ შენ მკურნალობ პატარას, შენ დაჭირდი ამ დროს პატარას და ამ პატარის ყურადღების და ამ ოჯახის ყურადღების ღირსი უნდა იყო. გმადლობთ ექიმო. ეს სიტყვები ყველაზე დიდი ჯილდოა ექიმობის ღვთივბოძებული ნიჭის მქონე მედიკოსებისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორებისთვის, რომელთა გამოცდილებაც მომავალი თაობებისთვის წარმატებისკენ გადებული ხიდია, საიმედო და უღალატო, მართლაც ტრადიციებით მომავლისკენ. მე მიმართავდი შემდეგნაირად, რომ დაწონონ ძალიან კარგად. ექნებათ თუ მთელი ცხოვრების მანძილზე აი იმის შესაძლებლობა და უნარი, რომ გაუთენონ პაციენტს, როცა იქ საჭიროა, იყვნენ კმაყოფილები თვითონ თავისი მოქმედებით და რაც მთავარია, პაციენტები დარჩნენ კმაყოფილები. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველა ვმუშაობთ, რომ პაციენტს არ ვავნოთ. აი ეგ არის გამონათქვამი, რომელიც უნდა გვახსოვდეს. ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მოვა, მხოლოდ საჭიროა დროის ფაქტორის გამოყენება, საჭიროა მოძებნოთ თქვენი ადგილი კლინიკურ საქმიანობაში, დაისახოთ მიზანი და ეს აუცილებლად შესრულდება. პირველი და აუცილებელი თავდაუზოგავი შრომა. მე მთელი ცხოვრების მანძილზე თავდაუზოგავად ვშრომა, პროფესიონალურად ჩამოყალიბების აუცილებელი პირობა ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა. დაეცემი და წამოდგები და ეს უფრო სერიოზულია და ღირსეულია, როცა დაცემის შემდეგ წამოდგები, მთავარია რომ არ გაჩერდეთ. რას ვისურვებდი? იცით, ვისურვებდი მე იყო ასეთი ღმერთი. სიყვარულის ღმერთი, ბერძნებს რამოდენიმე ღმერთი ყავდა და მათ შორის ერთი იყო აღაპე. ძალიან საინტერესო ღმერთი იყო, სიმბოლო. როგორ იცით, აი ეროსი რომადის ყველაზე ცნობილი ეს მე შენ მიყვარხარ, შენგანაც რაღაც მინდა და აღაპეს დროს არაფერი არ მინდა შენგან. ოღონდ შენ იყავი კარგად. ხო და მეც აი ჩემს რას ვისურვებდი, I have a dream. სიზმარი მქონდა ეს მარტინ ლუტერ კინგის, ხო ვიცით, რომ მაქვს მისთან სიზმარი, სურვილი, ოცნება, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ბავშვები იყვნენ გონიერნი, იყვნენ ზნეობით ახსავსენი, იყვნენ ძლიერნი, ყოჩაღნი, გაბედულნი, ნასწავლი და რაც თავარია, იყვნენ პატრიოტები.